მსმენელი გვყავს და მივცეთ საშუალება დაგვისვას კითხვა გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობათ. ნანამ გამარჯობა ენცოლი. დიახ. რეზო არამაშუგელი. ой, გამარჯობათ ბატონო რეზო. მე აბსოლუტურად გეთანხმები, რომ რეჟიმს კი არ ძინავს. რეჟიმი ეხლა ემზადება კოდის მოსაქმნელად ისე, როგორც არასოდეს. ერთ-ერთი თელ საქართველოს მინდა უთხრა, რომ ეხლა საბოტაჟები რაც არის, ეს არის შესავალი, ესენი უფრო გაამძაფრებენ ამას, იქნება ქურდობები, ყაჩაღობები, მანქანების დამტროები, მერე იწვიან, არ გინდოდა ციცხნარე. ეს ერთი, მთელი ფული გაიტანეს უკვე რასაკვირველია. ეხლა მე სამ კითხვას, რითი ჯობია თარხნიშვილს, ეხლა რაინ არ დამიწყოს მე იმაზე, რა ქვია, კორექტულობაზე ლაპარაკი. და იმაზე რა ქვია, კორექტულად უნდა ელაპარაკო კორექტულ ადამიანებს. აი თარხნიშვილი რო იყო, ავსტრალიაში გესწროს, გვერდზე კენგურუ აკლია და იღლიაში ძვალი. რითი ჯობია ეს კაციტაძე იმას. ქართველმა ქართველმა ხელი არ უნდა ჩამოართოს მაგას. მიდრის ბუს როგავს ეგა. და ეხლა ეს ხარატიშვილი კიდე. მე მოვითხო, რასაკვირველია, პოლიტიკოსი არ ვარ და ამის უფლებას ვიტოვებ, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ ჩვენ ლეგიტიმაცია და დელეგირება და უფლებები მივეცით ქართულ ოცნებას, იმიტომ კი არა, რომ ეგერ ისევ ჩამსკრივდნენ. და თვალებში რომ გველები დაუსრიალებს იმ ჩიორას. იმას უყურო კიდე თავიდან და ისინი თურმე დიდი შეღავათი გაგვიკეთეს ეხლა, რომ არა კრიზისში არ შეყავთ სახელმწიფო. მე ვაფრთხილებ ყველას, ქართულ ოცნებას, ქართულ ხალხს, ყველას, ვისაც ეს გველები მობეზდა საერთოდ, რომ რეჟიმი ემზადება, რეჟიმს არ ძინავს. რეჟიმი კიდე მოიქნევს კუთხ ჩვენ არ ვიქნებით ხიზლად. პოლიტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ პოლიტიკური მართლებით, მაგრამ ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა და ვინც პარტიის წევრები არა ვართ, უნდა ვიცოდეთ ერთი რამე. თუ ყველაფერი გაგრძელდა ისევ დაიწყება ლაპარაკი იმაზე, რომ 50 იქით 50 აქეთ, ესე იგი არავითარ შემთხვევაში მე პირადად რეზო ამაშუგელი ამას არ შევეგუები და ნუ რა ვიცნო გონია კიდე რომ მე ნაკლები რეიტინგი ვინმეზე ერთი დაღრიალება საჭირო მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის საჭირო და მივხვდეთ ივანიშვილს ვიძინა ბატონ ივანიშვილს როგორც ამბობს მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და მე პირადად კიდევ ვიმეორებ ერთ ამბავს იმიტომ რომ აღარ შეიძლება ამის ხურება რასაც ჩვენ ახლა ვიტყვენ და უყურებთ თქვენ რა გონია ციხეებში შეწყდა ის რა ქვია წამებები და ის არსებობს მე ბოდიშვილი მსმენელთან არსებობს სპარსული სიტყვა ესეთი ხუროში რომელიც მე ქალაქში გავცედა და ეძახდა ხურუშიანებს ახლა ეს ხურუშიანები იცავენ ახლა ვითომ უბნებებს რაღაცას და თავს დაესხენ იმას რა ქვია ასავად ჩვენაც იყოს ყველა და მაგ გრანტებს მოვაროთ მაგათმა და თავიანთ ცხოვრებას მოვაროთ რომ ყველაფერს დაუდებ წინ და როგორც არ შემჩინები ამდენი წელიწადი არავის არც მაგათი კონსტრუქციების მეშინია და კონსტრუქციებზე არ დავიდეს საქმე რომ ისეთ კონსტრუქციას მოუწყობრო ცხირს ვერ გამოყოფენ გარეთ ეგ დამყოლები ეგენი და მე კიდევ ვთხოვთ რომ ნუ წაუყურებთ დურაფერს კიდევ ვიმეორებ მზადდება საშინელი საბოტაჟი ეგენი უკვე საბოტაჟი არავითარი ოპოზიცია ეგ არ არის მაგრამ ემზადებიან რევანშისთვის და თუ ამას ქართველი ხალხი დაუშვებს რისი ღირსების ვიქნებით იმას მივიღებთ. გაიხარეთ ბატონო რეზო დიდი მადლობა რომ შემოხვედით ჩვენთან და ჩვენს მსმენელს თქვენი აზრი მოასმენინეთ. საზოგადოება არ არის თავის სიმაღლეზე. მე ხა გუშინ და გუშინ წინ უსუყურებდი აი ამ ასავალ-დასავალის წინააღმდეგ მიმართულ რაღაც კამპანიას ვიღაცამ რო აი გამოქვეყნდა და წავიდა უფლებადამცველები, ვითომ უფლებადამცველები, რომ იქ რამდენად უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული ესეები და ასე შემდეგ. ჯერ ერთი რომელი სია იყო უცნობი საზოგადოებისთვის ეტაპობრივად ეს ჯალათები ხან ვინ და ხან ვინ მათ გვარსა და სახელებს ახსახელებდნენ და ქრონიკა დაუდა მთელი 2 წელი. და ყველაფერი ის უბრალოდ ეს იყო კიდე ერთი რევანში და გალაშქრება ოპოზიციური გაზეთის წინააღმდეგ. ვისთვის იყო ეს გვარები უცნობი რომელი საზოგადოებისთვის და პრობლემა ის კი არ არის რომ იქ ვიღაც ჯერ ერთი სად უნახიათ საქართველოში ერთი საუკუნის განმავლობაში ვინ უნახიათ რომ ჩაექოლოს აქ და რა ჩაქოლვებზია საუბარი
პრინციპული საკითხებია, რომ ამ ადამიანებს უნდა ვიცნობდეთ ყველა, ვინ არიან ეს ჯალათები, რომ შემთხვევით ამ ადამიანის გვერდით სუფრაზე არ აღმოჩნდა, ამ ადამიანის გვერდით იგივე პანაშვიდზე არ აღმოჩნდა და ისე ჩაუარო, რომ იმას არ მიაგო საკადრისი პასუხი. ერთ-ერთმა ჩემო ახლობელმა მითხრა და ძალიან სწორი შეფასება იყო, რომ ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. ან ის კი არ არის პრობლემა, რომ კანონები არ არის სამართალზე დაფუძნებული და ისინი არის მახინჯი. პრობლემა არის ის, რომ თვითონმა კრიმინალმა დამნაშავემ, რომელიც ხელისუფლებაში არის, იცის, რომ ის დადის თავისუფლად ქუჩებში, რესტორნებში და ზუსტად იცის, რომ ქვეყანაში არ გამოიძებნება კაცი, რომელიც თავის უმსგავსობაზე, აი ამ ცოცხებზე სილას არ გააწნის მას. აი ეს არის საზოგადოება სხვათა შორის. ეს საზოგადოება მაგისი შეეშინდათ, ქალბატონო ნანა. კი, მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმ გამოქვეყნებული სიისა, რომელიც ასავალ-დასავალში იყო და არა მარტო ასავალ-დასავალში იყო, მათი გვარები წერა-კითხვა ისწავლონ ამ ადამიანებმა, ვინც იქით ნახეთ სხვა გაზეთებში, სად არის მათი გვარები გამოქვეყნებული, ეტაპობრივად ხან რომელი პატიმარი ამას ამხელდა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საზოგადოება მაინც ამ ადამიანების მიმართ არის ისეთი ლოიალური, რომ მე რა თქმა უნდა ლინჩის წესისკენ არავის არ მოუწოდებ, მაგრამ რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვა, მათ არ უნდა მიესალმო, ის არ უნდა იყოს შენი მეგობარი და შენი ოჯახის წევრი და ოჯახის წევრმაც კი უნდა ზურგი აქციოს ასეთ ადამიანს და დაანახოს, რომ ის არის უზნეო და ის არის მიუღებელი. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და არა ის, რომ ვითომ შენ იმის შვილებს და იმას გაუფრთხილდი. იმისი შვილების გაფრთხილება არის ის, რომ უღირსი მამა სახში არ უნდა ყავდეს და მან უნდა იცოდეს, რომ შვილი რო ყავს სახში, ის შვილი პასუხს მოთხოვს იმ ცოცხების გამო. ეს უნდა იცოდეს მან. და რომ იმ შვილს შერცხვება მამამისი სკოლაში კლასელი ეტყვის, რომ შენი მამა არის უღირსი. და აი ამის ეს უნდა იყოს სხვა ვეღარ გააკეთოს. აი ეს უნდა იყოს მექანიზმი, ამ უღირსი ადამიანის კონტროლის მექანიზმი, ეს უნდა იყოს. თორე ციხეები კი არ უნდა იყოს, ციხეში ის არ გამოსწორდება, სადისტად დარჩება. კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს სწორედ ოჯახი, დედა, მამა, ცოლი, შვილი და მან უნდა იცოდეს, რომ სახში არ მოესწრება ისეთ ადამიანს, გუში რო ცოცხებით ატარებდა პატიმრებს ციხეებში.